ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1936 წლის 20 მარტია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. გაიმართა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ფილიალის ახალი შენობების პროექტის განხილვა. პროექტი შეადგინა თბილისის საბჭოს საპროექტო სახელოსნომ, არქიტექტორ ამხნაგ ხიმშიაშვილის ხელმძღვანელობით. პირველ რიგში გათვალისწინებულია ქიმიის ინსტიტუტისთვის 4-სართულიანი კორპუსის აგება. ამის შემდეგ გათვალისწინებულია ადამიანისა და ცხოველის ქცევის ინსტიტუტისთვის და ზოოლოგიური სექტორისთვის მეორე კორპუსის მშენებლობა აუდიტორიებით და სამეცნიერო კაბინეტებით. ორივე კორპუსის აშენება უნდა დამთავრდეს მიმდინარე წელს. სულ ასაგებია 4 კორპუსი, რისთვისაც გამოყოფილია 6,5 ჰექტარი ფართობის საფურთალოზე, სპეციალისტების სახლის მახლობლად. ორჯონიკიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი ყოფილი მუშტაიდი წელს მრავალი ახალი ატრაქციონით გამგრძელდება. ახლახან შემოერთებულ მოედანზე გაიმართება კალეიდოსკოპი, სიცილის ოთახი და სხვა ატრაქციონები. მახლობლად შეუდგნენ ფიზკულტურის მოედნის მოწყობას. პარკის მახლობლად აწყობენ ნავების მისადგომ ადგილს. მტკვარზე ნაოსნობის მეთვალყურეობა დავალებული აქვს წყალზე დამხმარე საზოგადოებას. პარკი 15 მაისს გაიხსნება. თბილისის ზოოპარკს ჰყავს ინდოეთის ვეფხვთა ჯიშის 2 იშვიათი წარმომადგენელი, ხვადი პრინცი და ძუ როზა. ამ ჯიშის ვეფხვები საბჭოთა კავშირის სხვა არც ერთ ზოოპარკს არ ჰყავს. ამიტომ დაისახა მათი შეჯვარების ამოცანა, შთამომავლობის მიღების მიზნით. ზოოპარკის სპეციალისტები ამ მუშაობაში წააწყდნენ ისეთ დაბრკოლებას, როგორიცაა ხვადი პრინცის ინდიფერენტულობა დაპირისპირებული სქესის წარმომადგენლისადმი. ხელოვნური შეჯვარების ცდამ შედეგი არ გამოიღო, რადგან ორივე ვეფხვი სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა ექსპერიმენტატორებს. პრინცს დაუნიშნეს გაძლიერებული კვება, აჭმევენ კვერცხს, კონცენტრატს და სხვადასხვა ცხიმოვან საჭმელს, რომ გასუქდეს, მოძლიერდეს და სიბერის წლებში შეძლოს ზოოპარკისთვის შთამომავლობის შეძენა. ქალაქის დასახლებულ უბნებს შორის საპროდუქტო ბაზრებს ყველაზე მეტად დაშორებულია საფურთალო და ვაკე. ვერის ახალი ბაზარი იმდენად პატარაა, რომ იგი ვერ უწევს ამ უბნებს მომსახურებას. ამიტომ თბილისის საბჭოს პრეზიდიუმმა გადაწყვიტა საფურთალოზე მოაწყოს ახალი საბაზრო მოედანი, რისთვისაც გამოყოფილია მიწის ნაკვეთი. გადმოიცემოდა 1936 წლის 20 მარტის უკანასკნელი ცნობები.